მოგესალმებით და ისევ ვაგრძელებთ და დღეს ვისაუბრებ ერთიან ინფორმაციულ ველზე. ჩვენ ერთი ენერგია ვართ უფალთან, ერთად გახსნით და გადალახვით გარკვეული დონეების, გარკვეული საზღვრების, რომელიც შაბეშილი გვაქვს ტვინში და როცა ვიწყებთ მათ დანგრევას, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი ცხოვრების, ჩვენი სამყაროს გადაწყობას. ჩვენს DNK-ში დამალულია ყველა ცოდნა. ვიმყოფებით მატრიცაში ყველაზე დაბალ საფეხურზე, სადაც ეს ცოდნა დამალულია. როცა ვიწყებთ გაღვიძებას, გახსნებას, ვინ ვართ, რა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ თავი და სხვები, როცა ადამიანში არის სიყვარული და სიხარული, ის აზიარებს ამას. უბრალოდ შეხებაც კი ენერგიას ამრავლებს. ჩვენ ვამრავლებთ ჩვენ სამყაროს, იმას, რაც უკვე ჩვენშია. ამიტომ არის დაკვირვება საჭირო ფიქრებზე. ფიქრი იმაზე, რას ვამბობთ, როგორი ემოციებით, რას ვუყურებთ, რაღაც ნეგატივს თუ ვუყურებთ, განიცდი იმ ემოციას, ის იწერება შენს უჯრედებში და მე რეალობაში პროეცირებ ამ ყველაფერს. ასე ვართ მოწყობილები, ასეა მოწყობილი ჩვენი ტვინი. ტვინი როცა ღებულობს ამ ყველაფერს, ის მას ასრულებს, ანუ განაწყობს შესასრულებლად. როცა ადამიანი იღვიძებს, როცა ნათდება მისი უჯრედები, როცა ვითარდება მთელი ველი. გაგიგიათ ალბათ აკაშას ქრონიკები. ზოგს წარმოუდგენია წიგნად, სადაც ჩაწერილია მთელი ცხოვრება. ეს არის უზარმაზარი სივრცე, დიდი ქსელი, სადაც ინახება მთელი ინფორმაცია. ესე ვთქვათ, დიდი ფლეშკა. უზარმაზარი ბიბლიოთეკა, სადაც ინახება ყველაფერი, ყველა განსხეულებაზე, ყველა ცივილიზაციაზე, პლანეტა დედამიწაზე იყო ცივილიზაციები, ხო? ატლანტა, ლემურია, ჰიპერბარეა. იმათ, როცა მაღლა იწევდა მათი ცნობიერის დონე, ხდებოდა წმენდა, ვინც ადიოდა მაღლა, ის გადადიოდა, ვინც ვერ ახერხებდა, ისევ ბრუნდებოდა უკან შემდეგ წრეზე. ანუ იყო ცივილიზაციები, ვინც გადიოდა გამოცდილებას დედამიწაზე, როგორც ჩვენ. მაშინ იყო ასე, რომ დედამიწა თვითონ იწმინდებოდა და მერე ახალი სიცოცხლე მოდიოდა. მაია ალბათ გაგიგიათ, ხო? ბევრი წინაპარი დარჩა, ვინც გადმოსცემდა ამ ცოდნას. მაიაში ირჩევდნენ, ანუ ქალს და კაცს გადაარჩევდნენ, ვისთვისაც მერე უნდა გადაეცათ ეს ცოდნა. და მერე გადაეცემოდა შთამომავლობას ეს ცოდნა. თვითონ ვინც გადასცემდა ამ ცოდნას, ისინი მერე გადიოდნენ სხეულიდან. გაგიგიათ ალბათ თავის ქალა ახლა დღევანდელ დღეში აღიქმება როგორც რაღაცა ნეგატიური. სინამდვილეში ის იყო ცოდნის წყარო. ანუ წინაპრები, რომლებიც გადმოსცემდნენ, რომ მოდიოდა დრო ცოდნის გადამოცემის, იძახებდნენ სულებს, ანუ ამ თავის ქალის საშუალებით და გადმოსცემდნენ. და მათი მისია მერე ამით იყო დასრულებული. იყო ძალიან ბევრი გადასვლა ატლანტიდა, რომელსაც თვლიდნენ, რომ ჩაიძირა და ცოდნა, რომელიც ინახება დედამიწაზე. არიან ვინც გადმოსცემენ ცოდნას იმ ცივილიზაციების. ახლა ისეთი დრო მოვიდა, რომ ყველა ცოდნა იხსნება, რაც ადრე ხელმიუწვდომელი იყო და არ შეიძლებოდა რამის თქმა. ზოგიერთი სიტყვებისთვის კლავდნენ კიდევად. ცოდნა მერკაბაზე წამოვიდა, შეიძლება ითქვას 2000 წლიდან. ახალ საუკუნეში რომ გადავედით, მაშინ დაიწყეს ამ ცოდნის გახსნა. ადრე ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა წვდობა, უნდა გაევლო რაღაც შემოწმებები და მერე გადასცემდნენ და უშვებდნენ, რომ ქონოდათ ამ ცოდნაზე წვდომა. ცნობიერს ამზადებდნენ. ახლა ისეთ დიდებულ დროში ვცხოვრობთ, რომ არა მარტო ცოდნის მიღება შეგვიძლია, არამედ შეგვიძლია სიცოცხლე გავიხანგრძლივოთ, ლამაზი სხეულით, გავაფართოვოთ ჩვენი სამყარო. ახლა მიმდინარეობს მასობრივი გადაწყობა ადამიანების, ვინც ჭიუტობს, ბევრ განსაცდელს უგზავნიან, რომ დაფიქრდეს და ახალი, რომ შექმნას უნდა დაინგრეს ძველი და როცა ცნობიერი მზად არის, მასში იდება უკვე თესლი ახალი, რომელიც ხსნის ყველა ცოდნას, რომელიც არის ჩვენს უჯრედებში. უცებ რომ გაგვეხსნას ყველაფერი, ჩვენი ტვინი ვერ გაუძლებს, ამიტომ გვეხსნება ნელ-ნელა, ჩვენი მზაობის და მიხედვით, რისთვის არის მზად ჩვენი ფიზიკური სხეული, იმიტომ რომ ცოდნას თავისი ვიბრაცია აქვს და საკრალულ ცოდნას ავყავართ ვიბრაციებზე მაღლა. ამისთვის სხეულიც მზად უნდა იყოს, გაწმენდილი უნდა იყოს ნეგატივისგან, რაც ამძიმებს. ისე შეიძლება ვერ გაუძლოს. რატომ არის ამდენი ავადმყოფობა?
რომ დაჩქარებულად გადაყავთ ადამიანები ახალ ვიბრაციებზე, ავადმყოფობისგან იწმინდები, ასე ვთქვათ, გადის დაჩქარებულად კარმებს და კონტრაქტებს. გადაყავათ სხვა კვებაზე, სხვა აზროვნებაზე, ბევრი ზღვარი იშლება და ინგრევა და შემოდის ახალი, ყველა თავის სიჩქარით მიდის, ვინმეს რამე უმტკიცო, არა აქვს აზრი, ყველას თავისი გზა, საფეხური, კიბე, გადასვლა აქვს, ისე როგორც მას შეუძლია. ჩვენს თავებს მივაქციოთ ყურადება, ჩვენ თვითონ გავიზარდოთ, ჩვენი ვიბრაციები გავზარდოთ. სადაც ვართ ამოუკიდებლები, თავისუფლები, არავისზე ვართ დამოკიდებული, ჩვენს თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. პირველი რაც ხდება, როცა გაცნობიერება მოდის, ეს არის ის, რომ მთელი შენი სამყარო ინგრევა, ფიზიკურ დონეზეც კი, ძველი ბადე ინგრევა. იქნება წინააღმდეგობა, მაგალითად ადამიანი, ვინც თქვენს ველზეა, თქვენს გვერდზეა, მიჩვეულია თქვენს ძველ მეს, რომელსაც ადვილად აკონტროლებდა და მანიპულირებდა. როცა თქვენი ძალა იზრდება, შეუძლებელია იგივე. თქვენ ხდებით აბსოლუტურად თვითკმარი, აბსოლუტურად მთელი. იღებ პასუხისმგებლობას სხეულზე, სიტყვებზე, მოქმედებებზე და ისე ადვილად ვერ შეგეხება ადამიანი. თქვენი ცნობიერი უკვე გაფართოებულია და თქვენ ხვდებით, რომ ადამიანის უკან დგას არსება, რომელიც მართავს მას, რომელიც მიეჩვია თქვენი ენერგიის მიღებას, რომლის დონორი იყავით თქვენ. არ იქნება დონორი, თუ არ იქნება დონორი, არ იქნება ვამპირი. გაცნობიერეთ ეს. ვასუფთავებთ ჩვენ სივრცეს, ჩვენს იღბლივ მყოფი ადამიანებიც ფორმირდებიან თქვენი შუქი მოქმედებს. თქვენ ხდებით წყარო სინათლის, მზე, რომელიც ათბობს და ავსებთ თითეულს. როცა შეაწმებით თქვენს უმაღლეს მეს, მოდის ჰარმონია, აბსოლუტური სიმშვიდე, სიხარული და დარწმუნებულობა. თქვენ მიდიხართ და აღარ გეშინიათ, რომ შეცდომებს დაუშვებთ, იმიტომ რომ უკვე სამყაროს მიჰყავხართ, თუნდაც ვინმესთან იჩხუბოთ, ამასაც უკვე სხვანაირად ხედავთ. მანამდე თუ იყო, ჩაიკედებოდით თქვენს თავში და მე ვარ მართალი. ახლა თელობიდან დაუწყებთ ყურებას, რისთვის არის ეს, ვის უნდა ეს, როგორ გააფართოვებს ჩემს ცნობიერს ეს, რას მიჩვენებს, სად ვიზრდები, ანუ უფრო ღრმად იწყებთ ყურებას და დაკვირვებას და როცა არ ვიმეორებთ იგივე სცენარს, თქვათ, როცა ვიჩხუბეთ და ჩვენ როგორც მოვიქეცით შემდეგი ჩხუბის დროს ვიიცვლით ჩვენს ქმედებას და ამით ცვლით ჩვენს ცნობიერს, ჩვენს გზას, ყველაფერი ყველაფერზე მოქმედებს. თუ ეტყვი, რომ ვიცი, რატომაც იქცევი ასე, არა უშავს, მე მაინც მიყვარხარ და მადლობელი ვარ. ამ დროს მისი გაოცებული სახე და თვითონაც არ იცის როგორ მოიქცეს, იმიტომ რომ სხვა რამეს ელოდა. ამ დროს მის ვიბრაციებსაც ცვლი და ეს ყველაფერი გამომიცდია. ოღონდ მაშინ ასე დაწვრილებით ეს ცოდნა არ მქონდა, რასაც გრძნობდი და როგორც გრძნობდი, ისე ვაკეთებდი და ეს ყველასთვის გასაკვირი იყო ხოლმე. და მე ისიც დაფიქრდება, ერთი ფრაზით შეიძლება შეცვალო სივრცე, მოვლენები, სხვა გზით წაიყვანო და არავის არ ელოდოთ. ბოლო გახდა პირველი. როცა ბოლო გახდა მთელი, პირველიც, მეორეც და ყველაც, რომელიც აერთიანებს ყველას თავის თავში და მართავს თავის ცხოვრებას. არ შედის სხვის თამაშში და ირჩევს თუ როგორ მოიქცევა აქ და იქ და საერთოდ ყველგან. უკვე თქვენს ძალას აკონტროლებთ. როცა აძლევთ ადამიანს უფლებას იყოს ისეთი, როგორიც უნდა რომ იყოს, როცა არავისგან არაფერს არ ელოდებით, ამით თქვენ თავს ათავისუფლებთ პირველ რიგში და აძლევთ უფლებას ყველას იყონ თავისუფალნი, როცა არავისგან არაფერს არ ელოდებით, როცა არავინ არ აკეთებს შენს გასაკეთებელს, თითქოს ვიღაცამ უნდა მოაწყოს შენი ცხოვრება. თქვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხართ, თვითკმარი და გაქვთ ყველაფერი, რომ იყოთ ბედნიერი, გამბედაობა, რომ გაიხსნათ, რომ იყოთ წარმატებული, რომ იყოთ ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოთ. თქვენ ყველაფერი გაქვთ. უბრალოდ თავში გვაქვს ვიღაცეების რწმუნებულებები, რომელიც ჩვენ გონია რომ ჩვენია. გვაქვს შიშები, რომელიც გვმართავენ და გვაკონტროლებენ, რომელიც არ გვაძლევენ ნაბიჯის გადადგმის საშუალებას, ვისე რა შაბიჯლებას მოვახდენ. როცა ვწყვეტ ფიქრს გარე სამყაროზე, იმაზე, რაც თქვენზე არ არის დამოკიდებული, როცა ხვდები, რომ გარე სამყარო თამაშობს, მხოლოდ თქვენი თამაშით,
თქვენ ყველას მიეცით დავალება, როდის ვინ როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ შეეჯანჯღარეთ და იმისთვის, რომ გაიღვიძებინეთ, რომ დაგებრუნებინათ თქვენი ძალა და მიმხვდარიყავით. მორჩა, მივხვდი, გასაგებია, როგორ არის მოწყობილი სამყარო. მე აქ ერთი ვარ, მე ვარ ეს სამყარო, მე შევქმენი ის ჩემთვის, რომ ვითამაშო ეს თამაში. გავიღვიძო, შევქმნა ჩემი თავი, გაბედული. გავაკეთო ეს ნაბიჯები, რომელიც მე მაფართოებს და შევქმნა უკეთესი სამყარო და როცა აცნობიერებთ, რომ თქვენ ერთი ხართ, გამრავლებული ბევრზე და თქვენს თავს ებრძვით ყოველ დღე, თამაში სრულდება. მეც შენ ჩატვირთული ვარ, რომ ის მოისმინო, რასაც ახლა ისმენ და ხდება მნიშვნელოვანი, მხოლოდ ის, თუ რისი გამოცდილება უნდა სულს. დაუსვით კითხვები სამყაროს, რა გავაკეთო, რომ დაჩქარებულად გავაუმჯობესო ჩემი ცხოვრება, სად არის კიდევის ჭეშმარიტება, რასაც ვერ ვხედავ, რისი გამოვლენის უფლებას არ ვაძლევ ჩემ თავს, რას ვერ ვამჩენებ სივრცეში. აუცილებლად მოვაპასუხები წიგნებიდან, რეკლამებიდან, ფუჩიდან, მიხვდებით, რომ ყოველ წამს გესაუბრებიან. ხო, წეღან დავიწყე აკაშას ქრონიკებიდან, სადაც წერია ყველაფერი ყველაზე, ყველა ცივილიზაციაზე, დასაწყისიდან დასასრულამდე და როცა მოდიოდით ამ დედამიწაზე და წერდით მთელს გეგმას, რაც უნდა გეცხოვრათ და თქვენ დაიწერეთ აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გაიაროთ, ყველა შესაძლებელი შესაძლებლობა. თქვენს თავში უნდა დაუშვათ, რომ ეს შეიძლება, ასე მოხდეს, მე ეს შემიძლია, გადადგით ნაბიჯი, სხვა მიმართულებით. იხსნება მერე მთელი ახალი სამყარო. თავარია იაროთ, შინაგანი სულით. და მიეცით უფლება მთელ სამყაროს იყოს თქვენს გვერდით ბედნიერი, იმიტომ რომ თქვენგან გამოდის ის ვიბრაცია თავისუფლების და ყველა გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებლად, რომელიც ხედავს თქვენს გამოცდილებას, რეზულტატს იწყებენ სწრაფას თქვენსკენ. არა თითქოს ჩვენ მივბივათ ვინმე საშველად, საშველი არავინ არაა. უშველეს შენს თავს და ეშველება ცხებს. უჯრედულ დონეზე გადავცემთ ჩვენს ცოდნას, ვინც ჩვენს გვერდითაა. საერთოდ არ არის საჭირო საუბარი, აურა, ბადე, აკაშა და შენ თვითონ ხდები ინფორმაციული ველი და შენი სხივი მოქმედებს ადამიანებზე. იქმნება ხანდახან ნეგატიური მომენტებიც, წაგიყვანე ისეთ ადგილად, სადაც საჭიროა სინათლე. ქვეცნობიერად არ ყოფნით სიყვარული და ისინი გამოიწევენ თქვენსკენ. სიარულის დროს, სეირნობის დროს, თუნდაც ხალხი გაიღიმებს, ხასიათზე მოვლენ. ეს არის აქტიური სინათლე სხეულის, აქტიური მერკაბა, როცა უკვე თქვენში სინათლე განავითარეთ, ნათელი განავითარეთ მერკაბა. გაიმეორეთ ის სიტყვები, ის გასაღებები, რაც წინა შეხვედრებზე ვისაუბრე. მერე თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ გამეორებაც აღარ სჭირდება. უბრალოდ მიდიხართ და იცვლება გარემო, სივრცე. უკვე მზერად საკმარისია, რომ შეავსო ყველაფერი სიყვარულით, ღვთაებრივი უპირობო სიყვარულით. იყავით ნათელი, იყავით მზე, დაატარეთ თან, მიეცით უფლება, ღმერთს გამოხატოს თქვენიდან. როცა დაკავშირებული ხართ, როცა არ არჩევთ და არ ხართ გამოყოფილი, როცა ყველა სტიქიასთან გაქვთ სინქრონი, მე შეგიძლიათ ამინდიც კი მართოთ. ისაუბროთ მცენარეებს. აღარ არის არაფერი შეუძლებელი, ყველაფერი შესაძლებელი ხდება. მადლობა, მიყვარხართ.